მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ვიდეოს ჩაწერას, სადაც შევადარებ პოკერის დისციპლინებს, კერძოდ cash-ს და ტურნირებს. მრავალმაგიდიან ტურნირებს და cash game-ს შევადარებ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, პოკერში არის სხვა დისციპლინებიც, მაგალითად როგორც არის spin and go-ები. მაგრამ მე ამ ორ დისციპლინაზე დავკონცენტრირდები, ვინაიდან spin and go-ები მაინც იდეაში ტურნირების რაღაცა ვარიანტია. Zoom-ი მაგალითად რაღაცა cash-ის ვარიანტია, cash-ის რაღაცა შიდა დისციპლინაა. შესაბამისად ეს მთლიანობაში ორი დიდი ჯგუფი ავიღოთ, ტურნირები და cash-ი და ძირითადად მოთამაშეებიც ამ ორ დიდ კატეგორიად ყოფენ პოკერის დისციპლინებს. ვილაპარაკებ იმაზე, თუ რამდენად ღირს საერთოდ პოკერის თამაშის დაწყება პირველ რიგში და მერე თუ ღირს უკვე რა უპირატესობებია cash თამაშებში, რა უპირატესობებია ტურნირებში და ასე შემდეგ. აქვე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ყველაზე ხშირი არჩევანი არის ხოლმე, რომ ორივეს თამაშობენ მოთამაშეები და cash-საც და ტურნირებსაც. მეც ახლა მეტნაკლებად ეგრე დავიწყე თამაში, cash-საც ვთამაშობდი ტურნირებსაც და ხო ამაში ხა ისეთი საშინელი და კატასტროფული არაფერი არ არის, შეგიძლიათ ორივე ითამაშოთ, მაგრამ ჩემი ვიდეო ეძღვნება უფრო პროფესიონალურ დამოკიდებულებას. თუ პროფესიონალურად გადაწყვიტავ წახვიდე რომელიმე თამაში და არა რაღაც ნახევრად პროფესიონალურად, ანუ მაგალითად ახლა ნახევრად პროფესიონალურ მიდგომას მე დავარქმევდი იმ მიდგომას, როდესაც ადამიანები დამატებით შემოსავლით წყაროს ისე განიხილავს პოკერს, ხოლო პროფესიონალურ მიდგომას დავარქმევდი იმას, როდესაც ადამიანი ზის, ყოველთვიურად რაღაცა 20-30 საათი სოლვერებში, ტრენერებთან მიდის, ფულს ხარჯავს ამაში და ეს ერთი სიტყვით თეორიის შესწავლას ახმარს სერიოზულ ენერგიას, ხო? ესეთ შემთხვევაში ორივე დისციპლინის ერთდროულად შესწავლა ეს აბსურდია. ალბათ თქვენც ერთი შეხედვით ვეხვდებით, რომ ორ თეორიას, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ერთდროულად ვერ შეისწავლი. შესაბამისად, უნდა წახვიდე რომელიმეში. კი, თუ მიკროლიმიტების მოთამაშე ხარ და დიდად განვითარებას არ აპირებ, უბრალოდ რაღაცა საბაზისო სტრატეგიის დონეზე ისწავლე პოკერი და გინდა რომ ეს შენი დამატებითი შემოსავლის წყარო იყოს. შეგიძლია ორივე ითამაშო, მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვაკეთებდი დაახლოებით გავს რაღაცა და ბევრი ქართველი მოთამაშე, კი არა და უმრავლესობა ქართველი მოთამაშეები ვინც გამიგია ყველა რაღაცა დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებენ. ან მეორე ვარიანტია, როცა უკვე ერთ დისციპლინაში რაღაცა წარმატებას მიაღწიე ძალიან მაღალ დონეზე, ანუ high stakes-ზე მიხვედი, მაგალითად cash-ზე უფრო ხდება ხოლმე რა. და იქ რაღაცა ანუ ექშენი გაკლია უკვე იმდენად კარგი ექშენი აღარ არის შენს დისციპლინაში და დაუშვათ გაიხედო უკვე შენ დისციპლინის გარეთ და დაუშვათ ტურნირების დამატება დაიწყო და უკვე ტურნირების სტრატეგიის შესწავლა დაიწყო მას შემდეგ რაც მეტნაკლებად ამოწურე ის სტრატეგია რასაც თავდაპირველად სწავლობდი. კაი, ესეთია მოკლედ ჩემი შეჯამება. მოდი პირველ რიგში ვიტყვი იმაზე თუ რამდენად ღირს საერთოდ პოკერის თამაშის დაწყება. ეს არის ცალსახა, სხვა ვიდეოებშიც მithქვამს რომ პოკერის თამაშის დაწყება ღირს მარტო შემთხვევაში თუ გიყვარს ეს თამაში, თუ გაინტერესებს, თუ მოგწონს, თუ სიამოვნეს პოკერის მაგიასთან ჯდომა, თუ ისედაც თამაშობ, ამ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრება, რომ ხო არ აქციო პოკერი დაუშვათ შენს პროფესიად. სხვა შემთხვევებში ხა თუ შენ რაღაც ხარ ადამიანი, რომელიც რაღაც სფეროში მეტნაკლებად დამკვიდრებულია, დისპერსიის გარეშე აქვს შემოსავალი, რავი, პოკერში გადმოსვლაზე ფიქრი, მე პირადად არ ვიფიქრებდი, რავი, არც გავუწევდი რეკომენდაციას. თუ ისედაც გიყვარს ეს თამაში და ისედაც თამაშობ, ზოგადად თამაშები თუ გიყვარს და ზოგადად თამაშებს ვთამაშობ, ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა ჩემი აზრით, როდესაც შეიძლება დაფიქრება, რომ პოკერი აქციო შენს პროფესიად. უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც პოკერი ასე შემოსავლიანი საქმე და მოდი ხო არ დავიდო თამაში. მოკლედ ძალიან ადრე იქნებოდა ესეთი ადამიანის პოკერის თამაშის დაწყებაზე ფიქრი. თავიდან ეგეთ შემთხვევაში ჯობია ადამიანმა შეხედოს პოკერს დაახლოებით ისე როგორც რავი რაღაც Pro Evolution Soccer-ს ან რაღაც ეგეთს და უშვათ მოდი ხო არ ვითამაშო თუ რაღაც ეგეთი, შეგიძლია ეგეთ დონეზე ითამაშო და მერე უკვე შეიძლება გაგიჩნდეს ის იდეა, რომ ეს საქმე ჩემს პროფესიად ხო არ ვაქციო, როდესაც უკვე ძალიან შეგიყვარდება ეს თამაში. მოკლედ ფულის გამო ამ თამაშში წამოსვლა დიდად არ ღირს ჩემი აზრით, გარანტიებია თქმა უნდა არანაირი არ აქვს შემოსავალი გექნება, საერთოდ, იმიტომ რომ როგორც წესი 95% მოთამაშეების ვერ ახერხებს პლიუში თამაშს, საერთოდ პლიუში თამაშია საუბარი და არა რაღაც არსებით თახის გამომუშავებაზე. შესაბამისად, ხო კარგი, მე მგონი ამოწურა ეს საკითხი, მე მგონი ვთქვი, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ პოკერის თამაშის დაწყებაზე პროფესიონალურად. ყველა რეგულარი ოდესაც იყო რეკრეაციული მოთამაშე და უყვარდა ეს თამაში და იმდენად უყვარდა, რომ მე საბოლოო ჯამში ადგა დაიწყო პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. იყვნენ ისეთებიც, ვინმეს პირდაპირ დაიწყეს სტრატეგიის შესწავლა და არასოდეს არ ყოფილან რეკრეაციული მოთამაშეები, პრინციპში ესეთებიც იყვნენ. მაგრამ ეგ მაინც უფრო გამონაკლისია ვიდრე წესი. კაი, მოდი გადავინაცვლოთ ახლა უკვე რა ცალკეულ საკითხებზე და ვილაპარაკოთ რა უპირატესობები აქვს სხვადასხვა დისციპლინებს. სხვადასხვა რა, cash-თან ტურნირებს.
პირველი საკითხი, რადგან ვილაპარაკებ, ეს არის დისპერსია. დისპერსია ჩვენ ბევრი ვილაპარაკია, მათ შორის ტურნირებზე, ასევე ქეშზე. და ყოველთვის ამ საკითხზე საუბრობენ, დისპერსიის უპირატესობას მიაწერენ ხოლმე ქეშს. ანუ ამბობენ, რომ ქეში უფრო დაბალ დისპერსიული დისციპლინა, შესაბამისად ეს არის უპირატესობა. მე არ ვიტყოდი ესე. ქეში დაბალ დისპერსიული დისციპლინაა. მართალია. მაგრამ აქვს მინუსები, ძალიან დიდი მინუსები, იმიტომ რომ ტურნირებში, როცა ამ მინუსებს დაუშვათ თვეების განმავლობაში, ხო, 2-3 თვე შენ ყოველთვის სესიაზე რო ჯდები და სესიას იწყებ, შენი რამე ერთი ტურნირი მაინც გაქვს სესიაზე ყოველთვის, რომელიც პირველ ადგილი დადო იმ დისპერსიას, ანუ იმ მინუსს თლიანად ამოაგდებ და დაპლუსდები კიდევაც. აი დაახლოებით ეგეთი ფაქტორი ყოველთვის არის ხოლმე ტურნირებზე. ქეშზე ეს არ არის. ქეშზე შეიძლება 3 კვირის მანძილზე, 2 კვირის მანძილზე აგებდე დაუშვათ 20 ბაინს და ეს უფრო დიდ დემორალიზებელი იყოს, ვიდრე დაუშვათ ტურნირებში რაღაცა 3 თვიანი დისპერსია, ან 4 თვიანი დისპერსია, იმიტომ რომ აი ეგ ფაქტორია ტურნირებში, რომ ყოველ მომენტში გაქვს იმედი, რომ ეხლა რაღაც წამოიღებს რაღაცა upswings და რავი ერთ ტურნირში დააპლუსებ. მაგალითად ვიცი მოთამაშე, რომელიც აი ფანფარმის დამფუძნებელია. ფონდის და მაგას აქვს მოყოლილი, რომ $60,000 აგებდა. თან ეს იყო $100-იანი საშუალო ბაინი, ანუ აბი იყო $100 მაგისი და $60,000 აგებდა ერთი წლის მანძილზე, ანუ 600 ბაინს აგებდა დაახლოებით. და ერთ-ერთ ტურნირზე, ზუსტად $109-იან ტურნირზე თუ სწორად მახსოვს, პირველი ადგილი დადო და ეგ იყო $63,000 GG-ზე და ეგრე დააკამბეკა. ანუ ეგეთი რაღაცა ქეშზე არ არის, ქეშზე 20 ბაინს რო აგებ, წეგან ვამბობდი, უკვე ისეთი შეგრძნება აქვს, რომ შენ ამ 20 ბაინს ვერასოდეს ვეღარ დააკამბეკებ, უკვე ამ ლიმიტებზე შენ აღარ ახარ კომპეტენტური. შენი ოპონენტები შენ კარტებს ღია ხედავენ, ანუ აი ძალიან ან დემორალიზებას იწვევს ქეშის დაუნსვინგები რა. შეიძლება უფრო ასე ვთქვათ, აბსოლუტური რიცხვით შეიძლება უფრო დაბალია ხოლმე ქეშის დაუნსვინგები, მაგრამ აი დემორალიზების ნაწილში ძალიან მძიმეა ხოლმე რა. ტურნირებშიც ალბათ მძიმეა, მაგრამ მე ტურნირების გამოცდილება მაქვს, სხვადასხვა მაქვს გამოცდილება, მე მოგიყვებით ჩემს გამოცდილებასაც მოვყვები ამ ვიდეოში, კაი აზრია. კაი, მოდი ჯერჯერობით გადავიდეთ. აი ჩემ გამოცდილებაზე კარგი სლაიდია, იმიტომ რომ აი ეს 3 რომი იყო, რომელშიც მე ტურნირებს თამაშობდი. მე 2 თვე წავედი ტურნირებში, ერთი პერიოდი კარიერის დასაწყისში, როცა დავიწყე თამაში მალევე, დაახლოებით 1 წელიწადში წავედი ტურნირებში, გადავწყვეტე მე თამაშა ტურნირები. დავიწყე პოკერს არსის თამაში, მე ჩავრთე რუიანები და ფართი პოკერი. და ისტორია იყო დაახლოებით ესეთი. ერთი თვე $1,200 მოვიგე. მე მეორე თვე ვითამაშე $300 მინუსი და ვიფიქრე რომ და ანუ ამ მეორე თვის განმავლობაში ეს $300 რო მინუსი ვითამაშე, მანამდე მე 1 წელი ვთამაშობდი აჭარაზე NL-ს cash, სადაც არც ერთი თვე არ მქონდა მინუსებული მინუსში, არც ერთი თვე არ მიჯდა საერთოდ მინუსში. და ვიფიქრე რომ ეს დისპერსია ჩემთვის საინტერესო არ იყო, თან იყო ის ფაქტორი რომ გავერკვიე სადა ტურნირებში, ვუყურებდი ვიდეოებს რაღაცეებს და რაღაცნაირად აღმოაჩინე რომ ეს დისციპლინა ჩემთვის არ იყო, გამოვიტანე ეს ჩემი ბანკროლი რაც ქონდა და გავაგრძელე ქეშის თამაში. დაახლოებით აი ესე დამთავრდა ჩემი ისტორია. ეს იყო პერიოდი, როცა მუშაობდი. ხო, უბრალოდ წამოსული ვიყავი სამსახურიდან, ახალი წამოსული ვიყავი სამსახურიდან. ბოდიში, მუშაობის დროს ტურნირებს ვერ ითამაშებ, ანუ ეგ ფაქტორი, ეგ ტურნირების მინუსია. ახალი წამოსული ვიყავი სამსახურიდან, დავუბრუნდი ქეშს ერთ-ერთ. მაგრამ მუშაობის პერიოდში მაინც ისე ხანდახან თამაშობდი ხოლმე ტურნირებს. და ერთი შემთხვევა მქონდა ეგეთი, რომ აი რუიანებზე თამაშობდი რაღაც $5-იან ტურნირს, სადაც ფინალური მაგიდა იმდენი ხანი გაიწელა, რაღაც 3-4 საათი გაიწელა მარტო ფინალური მაგიდა. ზოგი მთლიანი ტურნირი ტარდება 4 საათი. ძალიან ნელი ტურნირი იყო, $5-იანი დიპსტეკი, შეიძლება ვიღაცებს ახსოვდეთ, რუიანების აი ადრე ბევრი თამაშობდა ხოლმე, ისეთი კარგი ტურნირი იყო, მაგრამ აი ცოტა ძალიან იწელებოდა ხოლმე რა. და დილით მოკლედ სამსახურში მივდიოდი, უკვე სამსახურში გადათანებული წავედი. დილით ფინალურ მაგიდაზე დაახლოებით ალბათ ეს დილის 6 საათი იქნებოდა. ჩამეძინა, 9 საათი დაახლოებით მეძინა, როგორც მივხვდი ბლაინდების ზრდიდან გამომდინარე. მე გავიღვიძე. მოვიგე ეგ ტურნირი და წავედი მე დილით სამსახურში გადათენებული. შესაბამისად ეს ტურნირებს მე ამას ჩავსვავდი მინუსში, სესიები ხანდახან ძალიან იწელება. ძალიან ხანგრძლივი სესიებისთვის უნდა იყო მზად. ტურნირები, ну ქეშზეც ეხლა ვერ ვთქვი რომ ქეშზე ძალიან პატარა სესიებიაო, იმიტომ რომ თუ მართლა გინდა წარმატების მიღწევა ქეშზეც
ბევრი თამაში მოგიწევს, მაგრამ cache-ზე შეგიძლია გააკეთო ორად გაყო სესია, დავუშვათ გაისერნო რაღაცა ცოტა ხანი და დაისვენო მე მოხვიდე მეორე თავიდან დაიწყო სესია და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკაში მე ვიტყოდი, რომ ტურნირებს თამაშო თუ cache-ს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ბევრი უნდა ითამაშო. შესაბამისად ამ პლუს cache არ ჩაუთვლით. სამაგერო ტურნირებს თამაშობ, საათში ერთხელ გაქვს 5 წუთი შესვენება, შეგიძლია ადგილ რაღაცა სული მოითქვა, რაღაცა cache-ო თამაშობ, გადამულ სესიებს, რავი, ელემენტარული ტუალეტში გასვლა, ელემენტარული წყალის მოტანა, ყავის დალევა, ყველაფერი პრობლემაა, იმიტომ რომ ეს time bank-ები გაქვს და 15 წამი და იმ 15 წამში რას მოასწრებ, დაასითავთებ, აგაგდებს მაგიდან, ვიღაცა დაждდება და მე იმ მაგიდაზე ვეღაჯდები ერთ სიტყვით. cache-ზე ეგ არის მინუსები, ეს table select-ი, ანუ მაგიდების შერჩევა და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი სამუშაო გაქვს, არა მხოლოდ მაგიდებთან, ანუ სტრატეგიული გაგებით, არამედ ბევრი სამუშაო გაქვს და ესე მაგიდებს მიღმა ფაქტორები, ეძებე მაგიდები, წესიერი შემადგენლობები, გაფუჭე შემადგენლობები, ადექი და ასე შემდეგ, ეს bum hunting-ის ამბები რა. აქ ახლა ამ სლაიდზე რა მინდოდა მე თქვა, multi-roaming-ი რომ იწერია. ეს multi-roaming-ის პრობლემა უფრო ტურნირებს ახასიათებთ. ბევრი რომის თამაში გიწევს ერთდროულად რა. აქ ახლა 3 რომი მაქვს წარმოდგენილი, მაგრამ არიან ტურნირების მოთამაშეები, რომლებიც შეიძლება თამაშობდეს რაღაც 12 სხვადასხვა რომში, 13 სხვადასხვა რომში, ჩვეულებრივად შეიძლება ეს რაღაცა ხდებოდეს. Რა თქმა უნდა, არ არის ასრული რომ ესე იყოს, მაგრამ არიან რომ ეგრე აკეთებენ. შეიძლება 7 ტურნირი ქონდეს 7 სხვადასხვა რომში მოთამაშეს. მithom ცოტა მაღალ ლიმიტებს ვინც თამაშობს, ხო? ანუ არ არის ხოლმე ბევრი ტურნირები არ ტარდება რა, $100-დან ზევით მაგალითად, ხო? $150-200-დან ზევით ტურნირები ბევრი არ ტარდება და შესაბამისად ძალიან ბევრი რომების დამატება გიწევს. შემოდის უკვე სხვანაირი რისკები. არა მხოლოდ დისპერსია და არა მხოლოდ რაღაცა სტრატეგიული გაგებით, არამედ განსხვავებული რისკები. cache-ის პლუსი აქვს, რომ cache-ზე შეგიძლია რავი ერთი რომი აირჩიო, ნუ მთლად ეგრე არ არის. მოდი გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. ეხლა იყო დრო, რომ cache-ზე შეგიძლია აგერჩია ერთი რომი და გეთამაშა რაღაც 24 მაგი და mid-stakes-ი ერთ რომში. ეს იყო Poker Stars-ი. ნუ სხვა რომებიც იყო მაშინ საშუალება, რომ იგივე გაიკეთებინა, მაგრამ ეხლა ეს დრო აღარ არის cache მოთამაშეებსაც ეხლა mid-stakes-ზე უწევთ multi-roaming-ი. მაგრამ მოდი mid-stake-ამდე სანამ ავალთ და მაღალ ლიმიტებამდე სანამ ავალთ, მოდი ის მიკრო ლიმიტების რეგულარებისთვის ვილაპარაკოთ. ეს პლუსი არის cache-ი ნამდვილად რომ multi-roaming-ი არ გიწევს, ან მაქსიმუმ გიწევს 2 რომში თამაში, ხა 3 და 4 რომში cache-ის თამაში უკვე ნამეტანია, მით უმეტეს მიკრო ლიმიტებზე, 2 რომი ეს არის მაქსიმუმი და სასურველი რომ საერთოდ 1 რომი გქონდეს და თუ 2 რომი გექნება, ეგ უკვე მინუსია, მაგრამ რას ვიზამ, ზოგჯერ გვიწევს რომის გამიქცვა, როცა ისეთ საათებში ვთამაშობთ, როცა არ არის მაინდა მაინც action-ი. მაგრამ ტურნირებთან შედარება არ არის. რა თქმა უნდა, ტურნირებზე ძალიან ბევრი რომების თამაში გიწევს, გჭირდება უფრო უკეთესი setup-ი, უფრო ძლიერი კომპი, უფრო ბევრი მონიტორები, კიდე არის დამატებითი რისკები. იქ ინტერნეტი გაგეთიშა, იქ შუქი ჩაგიქრა, იქ რაღაც, აი 1000 ისეთი რისკი უნდა დააზღვიო, როცა ტურნირების მოთამაშე ხარ. რავი, აი მაგალითად მე მომსვლია შემთხვევა, უახლოეს წარსულში რა მაუსი გამიფუჭდა რა ღამის 2 საათზე. კიდე კაი ბევრი ტურნირები არ მქონდა და მე მობილურში დავამთავრე ის ერთ რომში მქონდა 1-2 წელი ტურნირი და ეხლა სხვადასხვა რომებში მქონდა მობილური თუ სხვადასხვა რომებში ვეღარ ვითამაშებდი და ღამის 2 საათზე მაუსი აიდან უნდა მომეტანა და აი მოკლედ ისეთი რისკები ამ ტურნირების თამაში რომ ვერ წყდები ამ სესიებს, ხო? ხანგრძლივი სესიები რო აქვს, ხო? ძალიან ბევრი რისკი უნდა ქონდეს დაზღვეული. ხან შეიძლება შუქი ჩაგიქროს, ხან შეიძლება ინტერნეტი გაგეთიშოს, ხან მაუსი გაგიფუჭდეს, ხან რაღაცა უბედურება მოხდეს, აი ხო ხდებით, ანუ აი და ზოგჯერ როცა დიდი ზაგრუსკა გაქვს, ხო? დავუშვათ რავი mid-stakes-ი რა შეეშედა, ნუ აი $100-იანი ტურნირების რეგულარს ახლა შეიძლება $1000-1500 ქონდეს ზაგრუსკა და ხო წარმოგიდგენია, ანუ რა რისკები უნდა დააზღვიოს ახლა მაგ მოთამაშემ რა. ანუ ძალიან ზოგჯერ აი ორი ინტერნეტი შეყვანილი, გენერატორი, რაღაც აი უამრავ რისკებს აზღვევენ ხოლმე, ესეთი საშუალო და მაღალი ლიმიტების ტურნირების მოთამაშეები ვიცი. cache-ის მოთამაშეებს ეს პრობლემები არ აქვთ. და დახურე სესია როცა გინდა, დაიწყე სესია როცა გინდა და პრობლემა არ არის. ეს აუცილებლად cache-ის პლუსია. მოდი აბა გადავიდეთ შემდეგ. ხო, ეხლა აი შემდეგი საკითხი არის აი ლიმიტების დადა, ზოგადად დაწყება თამაშის. შესვლა თამაში. როგორ შეიძლება თამაში შესვლა რა? მოდი ამით დავიწყოთ. ტურნირებში შესვლა შეგიძლია საერთოდ ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე. ანუ რა ხდება? დაждები, შეადგენ რაღაც ფრიროლების ბადეს, მოძებნი სხვადასხვა რუმებს, დარეგისტრირდებიან სხვადასხვა რუმებში, დაახლოებით აი სამსახურიდან მოვდივარ და უშუალოდ რაღაცა შვიცაათზე, ხო? ნუ შეიძლება არ მუშაობ რა, ახალგაზრდა ადამიანი ვარ, რომელიც ჯერჯერობით არ მუშაობს, ან სტუდენტი ან რაღაც ეგეთი და შევადგენ რაღაცა დავშე, საღამოს 8-დან 10-მდე მოვძებნი სხვადასხვა რუმებში რა ფრიროლები ტარდება
და მეცოდინება რა, ან ჩვეულებრივ როგორც პროფესიონალი ადგენს თავის ბადეს, ისე შევადგენ. ოღონდ შევადგენ free roll-ების ბადეს და ვითამაშებ რა. ჩათვალე უკვე რეგულარი ვარ. ოღონდ free roll-ების რეგულარი რა. ეხლა მეორე საკითხია, რამდენად მომგებიანია საერთოდ ამის კეთება. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდი დრო დაკარგო free roll-ების თამაშით. მაგრამ როცა საერთოდ არის თამაში, აი საერთოდ არის თამაში, ჯერ კომბინაციებს ამოღავებ და რაღაც ეგეთ დონეზე ხარ, ხო? რა თქმა უნდა, free roll-ების თამაში ძალიან მომგებიანია და ამაში კიდე ფულს შოულობ. Cash-ზე ხა ვირტუალურ ფულზე იშოვი, ისწავლი ეგეთ რაღაცებს. ამ პრინციპში ხა cash-ის თამაშას ვაპირებ, შეგიძლია free roll-ები ითამაშო, ვინმე კი არ გიგზავნოს, მაგრამ აი ესე სერიოზულად რო ბადეში ადგინო და ასე შემდეგ. ნუ გასაგებია, რომ ეს ტურნირების საკითხი უფროა. და ეხლა რაც შეეხება cash-ს, ეხლა მინიმუმ ერთი რავი რაღაც თანხა ბანკროლი გჭირდება. 0-დან, აი სრულად 0-დან ვერ დაიწყებ. ის ვირტუალური ფული ან ინტერნეტ და ითამაშო, იქ არაფერი არ გამოგიმუშავდება, ხო? ან ისე free roll-ებზე უნდა მოიგო, ანუ უნდა ითამაშო ტურნირები, ან 1.50-100 უნდა იშოვო სადმე რა. ადრე იყო რაღაცა შესაძლებლობები cash-ზე, მაგალითად პოკერ სტრატეჯია ძლევდა ხალხს $50-ან ბანკროლს თუ რაღაც ტესტს შეავსებდი, რაღაც ვიქტორინა იყო, იმ ტესტს შეავსებდი, მე $50 გირისხავდნენ. რაღაც ეგეთი შესაძლებლობები იყო ნამდვილად, მაგრამ ეხლა რაღაც ეგეთი არაფერი არ მახსენდება. ეხლა ერთ-ერთი რაც მახსენდება, გეტყვით აქვე, რომ Fun Farms აქვს ესა აქცია, რუსულენოვანი თემა, რაღაც $50 ძლებიან ეგენი რაღაც იგივე პირობით რა, მე მგონი მიდიხარ რეგისტრირდები რაღაცას აკეთებ, ანუ სტრატეგიის რაღაც ნაწილს სწავლობ ფონ ტურნირების და მე ავსებ იმ რაღაც ალბათ ტესტს, ეგ დეტალები აღარ ვიცი, მაგრამ რაღაც ეგეთი Fun Farms რო აქვს ვიცი. ეს არის ფონდი, რუსულენოვანი ფონდი არის. და რაღაც იმ დღეს შევხვდა რეკლამა, რომ რაღაცა მსგავსი ქონათ. ხო, მოდი აქვე ვიტყვი ბარემ ერთ-ერთ ესეთ უკრაინელ რეგულარზე, Baby Shark-ზე, რომელსაც აი ესეთი დიდი YouTube არხი აქვს, ანუ 116,000 გამომწერი ყავს უკვე, რაც მე მგონი ერთ-ერთი უწყვილესი არა მხოლოდ რუსულენოვან სამყაროში, არამედ ზოგადად მე მგონი პოკერის სამყაროში ეს ერთ-ერთი უწყვილესი პოკერის არხია, 116,000 გამომწერი ძალიან ბევრია. და ამ ადამიანს გამიცი რომ free roll-ებს თამაშობდა, ეხლა მე როგორც აღვწერე ეგრე რა, დაახლოებით ან პროფესიონალურად free roll-ებს თამაშობდა და პირველი ერთი წელი თლიანად თამაშობდა free roll-ებს, საერთოდ არ თამაშობდა ფასიან ტურნირებზე, არ რეგისტრირდებოდა და მოიგო $800. ანუ შედეგი free roll-ებზე მოგებული ფული იყო შეადგენდა $800. ნუ იყო შემთხვევები, როცა რაღაცა free roll-ებზე რაღაც ბილეთი მოიგო და მე ფასიან ტურნირზე რაღაცა ფული რა. ეგეთ შემთხვევებიც იყო. ოღონდ ფული არ გადაუხდია, ანუ თვითონ თავისი ბანკროლიდან არ გადაუხდია ბაინები რა. რავი, წელიწადში $800 ეხა ძალიან არაეფექტური რაღაცაა, სავარაუდოდ ერთი წელი რო აკეთოს ადამიანმა, მაგრამ რავი, დავუშვათ თუ მართლა საერთოდ არ იცის თამაში და რაღაცა, შეიძლება დაიწყოს ადამიანმა free roll-ების თამაში და რაღაც ეტაპზე უკვე რო თავდაჯერება მიეცემა, მიხვდება რომ უკვე შეუძლია რომ ფასიანი ტურნირების თამაში დაიწყოს. მერე ალბათ ერთ-ერთ თვეში მოხდება იგი, ერთი წელი ნამეტანია. ეს ადამიანი ხა ძალიან წარმატებულია, როგორც იუთუბერი, ასევე პოკერისტი, რავი, 9 მილიონი აქვს ბანკროლი და კარგი YouTube არხი და რავი, მაგრად თამაშობს და უკვე 1-10 წელია პოკერშია და ხო, აქვე თქვათ, მოდი შემოსავალთან დაკავშირებით. კაკოტორი, ხო, აი კაკოტორი შეიძლება დამჭირდეს. ოცებ. რა შემოსავალია დავუშვათ იმაში. Cash-ზე და რა შემოსავალია ტურნირებზე. ესე იგი, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ტურნირებზე შემოსავალს მაგალითად ROI-ში, ანუ ROI არის დაბრუნებული ინვესტიციები და cash-ზე მაგალითად ანუ BBS-ებით, ანუ რამდენ big blind წიგებას დარიგებაზე რა, დაახლოებით. მოდი თქვათ, აი წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ესეთი კარგი წარმატების შემთხვევაში, აი რაღაც NL200-ის რეგულარი cash-ზე, დაახლოებით რამდენ შეულობს ფულს რა, მართლა აი პროფესიონალურ დონეზე რომ მიდგეს ადამიანი და სერიოზულ წარმატებას, ნუ სერიოზულ რა, წარმატებას მიაღწიოს, ასე თქვათ, რაღაც NL200-ის რეგულარი გახდეს cash-ზე, რაღაც ალბათ 1-2-3 წელი ისე თავდაუზოგავი რომ უნდა დაჭირდეს წესით, როგორც წესი ჭირდება ხოლმე რა, ახლა შეიძლება ვიღაცას არ დაჭირდეს, შეიძლება ვიღაცა 2-3 თვეში ავიდეს მაგრამ. და აი ნახოთ რა, რომ აი 70,000 დარიგება, რო ვითამაშოთ თვეში NL200-ზე, რაც არ არის ცოტა და რავი, მოდი თქვათ, რომ სესიაზე 300 დარიგებას ვითამაშებ. 300 დარიგება არის დაახლოებით 6 მაგიდაზე რო ვითამაშო 6 საათი რა, დაახლოებით ეგეთი თემა, ან 5 საათი რო ამაგიდაზე, ან რაღაც ეგეთი. ან ცოტა მეტი საათი ნაკლებ მაგიდაზე რა, დაახლოებით ეგეთი რაღაც. 70,000 დარიგებას ვითამაშებ ადამიანი იმ შემთხვევაში თუ მოაგროვებ ან 23 სესიას თვეში რა, 23-24 სესია მოგიწევს დაახლოებით ეგეთია, ეგეთი სესიები მე რაც თქვი. დაახლოებით და
მოდი აი ხა უცებ დავიანგარიშებ 1 წამი. ხო, მოდი ვთქვათ, რომ 70000 დარიგება ავიღოთ და გავყოთ ეს 100 ერთეულზე. ანუ ყოველ 100 დარიგებას გულისხმობთ და გავავალოთ რაღაცა, მოდი 3.3 big blind-ზე გავავალებ და შესაბამისად 200-ია და ხო, დაახლოებით $5000. დაახლოებით $5000 ექნება შემოსავალი, აი კარგ რეგულარს, აი რომელსაც ესეთი რაღაცა 3.3 შეიძლება 4 დიდი ბლაინდი აქვს დარიგებაზე. ხა 70000 დარიგება შეიძლება კარგი ექშენი $200-ზე ვერ იპოვოთ, ცოტა ნაკლები მოგიწიოს. მოდი ვთქვათ, რომ რაღაცა $4000 შემოსავალი რა. დაახლოებით შეიძლება ქონდეს $200-ის კარგ რეგულარს 4-დან 5-მდე. შეიძლება ვიღაც აი ტოპ რეგულარს უფრო მეტი, მაგრამ აი საშუალო რეგულარს რა. $5000 შემოსავალი თვეში, რაც საკმაოდ კარგი შემოსავალია, მაგრამ ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და მიჯერეთ, ანუ NL200-ის კარგი რეგულარი გახდეს ძალიან ძნელია. და იგივე ტურნირებში, მაგალითად ეხლა რომ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ ავიღოთ აი მაგალითად ადამიანი, რომელიც თამაშობს $30 ტურნირებს, ხო? $30 ტურნირები რო ვითამაშოთ თვეში, აი დავუშვათ, ანუ ამანაც რომ ბლომად ითამაშოს რა, ხა ის თუ 70000 დარიგებას თამაშობს, აი 800 ტურნირი ვათამაშოთ ესეც. და რავია, გავყოთ 5-ზე, ანუ 20% რო ქონდეს როი რა. ანუ დაახლოებით იგივეა, რომ $5000 აქაც იგივე, ნუ 4 ვთქვათ რა, $4000 ვთქვათ, რომ დავუშვათ 800 ტურნირს ვერ ითამაშებს, უდა ნაკლებს ითამაშებს ესეც და ისიც არ ითამაშებს 70000 და ითამაშებს უფრო ნაკლებს. კაროჩე, $4000 დაახლოებით შემოსავალი რომ ქონდეს საშუალოდ, აი კარგი შრომის და კარგი მონდომების ხარჯზე თვეში რეგულარს, ხო? რომელმაც წლების მანძილზე ააშენა ეს თავისი კარიერა პოკერისტის. ექეშზე ეს არის რაღაც $200-ის საქმე დაახლოებით და ტურნირებზე $30 ტურნირების საქმე რა. ეხლა ალბათ ინტუიციურად თქვენც იგივე ინტუიცია გაქვთ, მაგრამ მე იმ ინტუიციის გარდა კიდე ანუ გადამოწმებული მაქვს ეს ინფორმაცია სხვა რეგულარებთან, რომ $30 ტურნირებზე თავის დამკვიდრება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე ექეშზე NL200. ნუ ეხლა დოლარს გულისხმობ NL200, დოლარს გულისხმობ რა, NL200 ლარი, ანუ ქართულ რომებში ეს ბევრად იაფი ლიმიტია და თან მკვდარი ლიმიტია რა, თითქოს არავინ თამაშობს, ნუ ცოტა ხალხი თამაშობს ძალიან. ხან არის მაგი და ხან არა. ანუ ვამბობ ანუ ასე ვთქვათ, მარტო ჩემი შთაბეჭდილება არ არის მაგის თქმა მინდა. ესე იგი, ხო, ამ შემთხვევაში მე ამ კალკულატორს არ გაჩვენებდით, ხო? მე გვერდზე მონიტორზე მქონდა, მაგრამ რა აზრი ქონდა ამის ყურებას, ესე პირად ვახმოვანებდი მაინც ყველაფერს. მოკლედ $30 ტურნირებზე თავის დამკვიდრება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე NL200-ზე. და აქვე ვიტყვი რატო? იმიტომ რომ ტურნირების სტრატეგია თვითონ მთლიანობაში ძალიან ვრცელი და ძალიან ძნელი სტრატეგია, შეიძლება უფრო ძნელიც ვიდრე ქეშის, მაგრამ პრაქტიკულად ესე არ არის, იმიტომ რომ მოთამაშეებს ან რეკრეაციული მოთამაშეები უფრო მეტად ელტვიან ტურნირებს. ასევე ის ფაქტორია, რომ ძირითადი ან თავი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მაინც გვიწევს პრეფლოპზე, ანუ დავავლინო თუ დავკარო. დაახლოებით აი ეს არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაახლოებით აი ამ რეინჯშია ხოლმე ტურნირებზე და ქეშზე არის რაღაცა ძალიან რთული რაღაცა რივერის ჩეკრეიზები და რაღაცა ხო ხდებით აი დაახლოებით როგორი მუღამი არის რა. ანუ იმ სოლვერებში ძალიან ჯდომა გიწევს ქეშზე. ტურნირებზეც გიწევს, მაგრამ ტურნირებზე უფრო გასაგებია ყველაფერი, სად დასავალინებელია, სად დასაყრელია. ეგ უფრო ცხადია ხოლმე, ანუ ოპონენტზე ნაკლებად არის ხოლმე დამოკიდებული, უფრო მათემატიკურ დაანგარიშებაზეა ხოლმე დამოკიდებული ტურნირებზე გადაწყვეტილებები, განსხვავებით ქეშისგან არიან სხვადასხვანაირი ოპონენტები და ეს ოპონენტები ასე ჰენდ რიდინგი ოპონენტების წაკითხვა ასე შემდეგ უფრო განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს ხოლმე. შესაბამისად, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ტურნირების სტრატეგია მთლიანობაში რო ავიღოთ, არის ძალიან ვრცელი და ძალიან რთული, პრაქტიკულად, ანუ ქეშის მოთამაშეს თეორიაზე გაცილებით უფრო რთული მუშაობა უწევს, ვიდრე ტურნირების მოთამაშეს. დაახლოებით ესეთია რეალობა. ხო, შესაბამისად, აი მართლა წარმატების მიღწევა, ანუ სერიოზული წარმატების მიღწევა, როგორც არის მაგალითად $4000 შემოსავალი თვეში, ან ტურნირებზე უფრო რეალურია ვიდრე ქეშზე. ამას ვიტყოდი მე ცალსახად და თითქმის დარწმუნებით. ეხლა ვცდილობ გავიხსენო რამე ხო არ გამომჩა. ხო, რა თქმა უნდა გამომჩებოდა, ეხლა ბევრი საკითხი რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. თქვენი შაბეჭდილებები დამიწერეთ, აი რა უპირატესობები შეიძლება ქონდეს ქეშ, რა უპირატესობები შეიძლება ქონდეს ტურნირებს, თქვენი შაბეჭდილებები რა არის ამასთან დაკავშირებით, გავცვალოთ რაღაც აზრები კომენტარებში. მე როცა ვლაპარაკობდი ერთ-ერთ ვიდეოში ან ტურნირებზე ან ქეშზე ხოსოთ აღარ მახსოვს, იქ ოფლაინსაც შევეხე, მეგონი ქეშ თამაშებში, ოფლაინსაც შევეხე, მაგრამ ამ ვიდეოშიც ფიქრობ რომ საჭიროა იყოს, ანუ ოფლაინ თამაშებს შევეხოთ, შევადაროთ, ქეშის ოფლაინი და ტურნირების ოფლაინი, ცალსახად ტურნირები უფრო კარგი გამოსავალია. პრინციპში ხა ეს სლაიდი ისე არის ონლაინსა და ოფლაინის შორის არის შედარება. ხო, მე უფრო ქეშსა და ტურნირებს, ქეშს და იმას ვადარებ, ანუ
кейსის ტურნირებს ვადარებ, ეს სლაიდი მაინც რელევანტური არ არის, მაგრამ იყოს არავაშოს. ერთი სიტყვით ოფლაინში რა ხდება кейსზე. არის რაღაც მაგიდები სპეციფიკურ ადგილას უნდა ცხოვრობდე რომ ამ მაგიდებზე ხელი მიგიწვდებოდეს, შეგამჩნევენ რომ კარგი მოთამაშე ხარ, ფულს გამოიმუშავებ, არავის არ უნდა რომ იქ მიხვიდე, მეორე აღარ დაგირეკავენ, დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის რა. ტურნირებზე პირიქით არის რა. ტურნირებზე ყველას ეპატიჟებიან, ოღონდ ვინმე მოვიდეს, ვინმე დარეგისტრირდეს, არის ოვერლეი ტურნირები, სადაც იმხელა საპრიზო ფონდი დააწესეს, რომ არ შეივსო და შესაბამისად ანუ ფაზდაკლებით გიწევს თამაში. ქეშზე რას ამბობ, იმხელა რეიქია, ყველგან რეიქს დიან, ანუ მოკლედ ქეში ბევრად არ ახერხებელია ვიდრე ტურნირები რა, ოფლაინში. თუმცა ახლა დისპერსია, ნუ არის სასწაული და ეს ოფლაინი მაინც რაღაცა ისეთი უნდა იყოს რა. პარალელური საქმიანობა უნდა იყოს, ალბათ ონლაინ ტურნირების რეგულარისთვის ან რაღაც კარგ სერიებზე ქეშად თამაშობდეს, ქეში არა ოფლაინში თამაშობდეს, მაგრამ ძირითადად თამაშობდეს ონლაინში. ეხლა მახსენდება ერთ-ერთი სემ გრინვუდის შემთხვევა, როდესაც სემ გრინვუდისგან აიღო ინტერვიუ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პოკერის ტურნირის დამთავრების შემდეგ, რომელზეც გრინვუდმა დაიკავა პირველი ადგილი და აიღო 1,5 მილიონი. და კითხა რომ აი დღეს რას აპირებ და გრინვუდმა უთხრა რომ დღეს რავი საღამოს კვირა დღეაო, ან დილით ჩატარდა ეს ტურნირი და კვირა დღეაო და რავი საღამოს ჩვეულებრივი სესია მაქვს რა, მივდივარ სახში და პოკერი უნდა ვითამაშო სესია. და მე ამ ჟურნალისტად თქვა რომ მე გადავამოწმეო რა, მაგ დღეს სპეციალურად წავედი და გადავამოწმეო რომ მართლა თამაშობდა თუ არა ტურნირს რა და 12 ტურნირი ითამაშაო მაგ საღამოს რა. აი ეგეთი რეგულარი სემ გრინვუდი, შრომის მოყვარე. ხო, შესაბამისად, ხო, დაახლოებით ეგეთი დამოკიდებულება თუ არ გექნება, მინიმუმ მიდგომა უნდა ქონდეს ისეთი, რომ ანუ შენ ხარ რაღაცა ტურნირების რეგულარი, რომელიც ონლაინში თამაშობს დიდ დისტანციას და კარგ ხელსაყრელ სიტუაციებში ოფლაინშიც გადის რა. დაახლოებით ეგეთი. ტურნირებზე განსაკუთრებით უფრო სადღესასწაულო გარემოა, შესაბამისად ტურნირების თამაში უფრო მეტად ღირს. თუმცა თუ კარგ თამაშებში გეპატიჟებიან, რა თქმა უნდა, ქეშზეც რა თქმა უნდა ღირს, მაგრამ ხო, ვიმეორებ იგივეს, რომ ქეშზე არის ხოლმე ეს დახურული თამაშები, მოხვედრა, კარგ თამაშებში მართლა მოხვედრა ძნელია, ასე შემდეგ. კარგი. მოგდი გადავინაცვლოთ. ხო. არაფერი, ამით დავამთავრეთ თქმის საუბარი. უბრალოდ კიდევ ერთ არგუმენტს დავამატებდი. ქეშის სასარგებლოდ რა. ქეშს აქვს ის პლუსი, რომ დავეთ თუ ქეშზე დაიწყებ თამაში და თავიდან ქეშზე აშენებ ბანკროლს, მე რაღაც ეტაპზე რო ტურნირებში გადახვიდე, ესეთი შემთხვევები ბევრად უფრო ხშირია, ბევრი მოთამაშე ვიცი, ვინც თავის ძროზე იყო ქეშის რეგულარი და მე წავიდა ტურნირებში და ასევე ტურნირებშიც მიაღწია წარმატებას. პირიქით ტურნირებიდან ქეშზე წამოსული ხალხი ბევრი არ არის რა. ხა ეს რისი დამსახურება იმის რომ ტურნირები უფრო ასწორებს და ქეშიდან უფრო მიდიან ხალხი ტურნირებზე თუ პროსტა ტურნირების სწავლა უფრო ადვილია. მე მგონი ორივესი რა, ორივესი. მაგალითად აი ბევრია რეგულარი ქეშის მოთამაშე, რომელსაც რაღაცა ტურნირებზეც კარგი შედეგები აქვს. აი მაგალითად ეხლა ნუ მე მიკროლიმიტებზე, მაგრამ ნუ გასაგებია რომ ანუ რავი ტურნირებსაც ჩვენ ვთამაშობ და რავი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ვარ ხოლმე. იმ ჩემთვის რელევანტურ ლიმიტებზე ვამოღავებ რომ აი ტურნირების რეგულარებს ვიღაცებს რო ვუყურებ როგორ თამაშობენ, ვატყობ რომ რავი დიდ ანუ ასე ვთქვათ იმას უპირატესობას ვერ ვგზნობ რა, იმათი ანუ ჩემზე რამე უპირატესობა ქონდეთ ამ ტურნირების რეგულარებს, აი დაახლოებით რაღაცა 10-20 დოლარის ფარგლებში ლიმიტებზე ვგულისხმობ რა. და პირიქით რო იყოს, ეხლა ვიღაც ტურნირების რეგულარები რო რაღაცა ქეშზე ჯდებოდნენ და რაღაც კარგ შედეგებს ანახებდნენ, ხო, ეგეთი რაღაცები ნაკლებად მსმენია, ალბათ უფრო იშვიათია მაგიტო. შესაბამისად, ანუ ტურნირებით თუ დაიწყებ თამაშს, სავარაუდოდ მოგიწევთ ისე ტურნირებით გაგრძელება, ქეშში თუ დაიწყებ თამაშს, სავარაუდოდ ანუ ეს დიპსტეკში თამაში და პოსტლოპის თამაში კარგად გეცოდინებათ და მე უკვე ისეთი სტრატეგიის, ისეთი ასპექტებისათვის მოგიწევთ ტურნირებში გადასვლისას. როგორც არის აი push hold-ი მაგალითად პატარა სტეკებში თამაში, რაც ნაწილობრივ ისედაც გეცოდინებათ და უბრალოდ რაღაცნაირად რეინჯების გადაწყობა მოგიწევთ იმ მიმართულებით, რომ იქ რო რეიქი არ არის ცოტა უფრო ლუზური რეინჯებია და შესაბამისად ხო, ჩვეულებრივი ქეშისგან განსხვავდება, უფრო პატარა საიზინგებით, უფრო ლუზური თამაში მიდის შედარებით, პატარა პოტებზე ჭიდაობა, ბლაინდების უფრო აქტიურად მოპარვა და ძირითადი მთავარი გადაწყვეტილებები მაინც წეგან როგორც ახსენი არის push hold-ი, push-ები, სწორად სადღაც დაფუშო, სწორად სადღაც დაქოლო, ოლინი და მთავარი
გადაწყვეტილებები მოკლედ მიიღება ვაჭრობის პირველ რაუნდში, რაც არის პრეფლოპი. აქვე ვიტყვი რეკლამას გავუკეთებ ჩემს ვიდეოს, რომ პრეფლოპ მოდელი დევს უკვე ჩვენს არხზე, სადაც ახსნილია თავიდან ბოლომდე პრეფლოპ თამაშები, ოღონდ ქეშ თამაშებში, ტურნირებში არა. მოკლედ ეს იყო ვიდეო შესავალი დაახლოებით რაღაცა ტურნირების და ანუ ცოტა ტურნირებზეც რომ გადამეხვია, მელაპარაკა ცოტა ტურნირებზეც. მომავალში რავი, იმედი მაქვს ცოტა მეტად გამოვერკვევი ტურნირებში და რამე ესეთი სტრატეგიული თეორიული ვიდეოების გაკეთებასაც შევძლებ. რა თქმა უნდა, საბაზისო დონეზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქტუალური იქნება. კარგით, აქ დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან.